რაც შეეხება მზიას თემას, ეს ისეთი საკითხია, რამაც გამოგვიყვანა ყველა იდეაში გარეთ. ერთ-ერთი საკითხია, რამაც გამოგვიყვანა იმ უსამართლობის მასშტაბებმა, რაც მოხდა მის გარშემო, რადგან ის რასაც ჩადიოდა ადამიანი, რომელიც წესით უნდა იცავდეს თავის მუნდირს, ამ დროს მან თავის მუნდირით შეურაცხყო ხალი აფურთხებდა, აგინებდა და ამის შემდეგ რაღაცა გამოკიდება, რომ უიმე ლოყა მეტკინა და მთელი ქვეყანა აგვიკლო ამ ადამიანმა თავის ლოყის ტკივილით და მარტო აკლება ხო არ არის ლოყა მეტკინაო, ეს ადამიანის სიცოცხლე განსაზღვრა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დააყენა საფრთხეში მისი და პლუს მაგას პატიმრობა მიესაჯა რის გულიზეთ. როცა უამრავი ძალადობა ხდება ქუჩაში და იმ ძალადობაზე პასუხს არავინ არ სცემს, ელემენტარულ გამოძიებასაც არ იწყებენ და სულ მცირე იმ აქციების მონაწილეების ნაცემებიდან არავინ არ არის დასჯილი, ხომ? ყველამ ვიცით ეს საკითხი. ამიტომ მზია არის ის მაგალითი, როგორი უნდა იყო ადამიანი პრინციპული საკუთარი ღირებულებების მატარებელი და დამცველი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ეს ღირსება და ეს ღირებულებები და მოგცა მაგალითი იმისა, რომ თუ ის მაგალითად ასეთ პირობებში იდგება სასამართლო პროცესზე, იჯდება ციხეში და გაუძლებს იმ ყველაფერს იმისთვის, რომ ჯერა რომ ამით იბრძვის თავის ქვეყნისთვის, მაშინ ჩვენ რაღა გვიდგას წინ, რომ გარეთ ქუჩაში თავისუფლებაზე მყოფებმა იგივე გავაკეთოთ და სულ მცირე ელემენტარული ასე პროტესტით და აქციებით გამოვხატოთ მისი მხარდაჭერა და ვიბრძოლოთ ერთად საკუთარი ქვეყნისთვის და ვიბრძოლოთ საქართველოსთვის.